თავი 4, მუხლი 1, 12. 1. ხოლო იესოს სავსესულითა წმიდითა მოიქცა იორდანით და მოჰყვანდა სულსა უდაბნოდ. 2. და 40 დღე გამოიცადებოდა ეშმაკისაგან და არარა ჭამა მათ დღეთა შინა. და აღრა ესრულნეს დღენი იგი შეემშია. 3. და hrქვა მას ეშმაკმან მან, უკვე თუ ძეხარ ღმრთისა არ ქუქვათა ამათ, რათა იქნენ პურ. 4. მიუგო იესო და hrქვა მას, წერილ არს, არა პურითა ხოლო ცხონდების კაცი, არამედ ყოვლითა სიტყთა ღმრთისათა. 5. და აღიყვანა იგი მთასა მაღალსა და უჩვენა მას ყოველნი სუფევანი სოფლისანი გამოხატვითა ჟამთათა. 6. და hrქვა მას ეშმაკმან მან, შენ მიქცე ამის ყოვლისა ელმწიფება და დიდება მათი, რამე თუ ჩემდა მოცემულ არს და რომლისა მინდეს, მივსწე იგი. 7. უკვე თუ შენ თაყვანის მცე ჩემ წინაშე იყოს შენ და ესე ყოველი. 8. მიუგო იესო და hrქვა მას, წარვედ მართლუკუნ ჩემგან ეშმაკო, წერილ არს, უფალსა ღმერთსა შენსა თაყვანისცე და მას მხოლოსა მსახურებდე. 9. და მოიყვანა იგი იერუსალიმ და დაადგინა იგი ფრთესა მასზე და მის ტაძრისასა და hrქვა მას, უკვე თუ ძეხარ ღმრთისა გარდაიგდე თავი შენი ამიერ ქვეყანად. 10. რამე თუ წერილ არს ვითარმეთ, ანგელოზთა მისთა და უბრძანებიეს შენც დაცვად შენდა. 11. ელთა მათთა ზედა აღგიპყრან შენ, ნუსა და წარსცე ქვასაფერი შენი. 12. მიუგო იესო და hrქვა მას, რამე თუ თქმულ არს, არა განსცადო უფალი ღმერთი შენი. უფალი მოინათლა იმისათვის, რომ ეკურთხებინა წყალი ჩვენთვის, ვისაც მადლი უნდა გვეგევნა. ნათლობის შემდეგ მოჰყვანდა სულსა უდაბნოდა, ვინაიდან სული წმიდა მას ეშმაკის წინააღმდეგ ბრძოლაში აბამდა. მიდის უდაბნოდ იმისათვის, რომ მისცეს ეშმაკს საბაბი თავს დაესხას, ვინაიდან იგი განსაკუთრებით მაშინ გვესხმის თავს, როდესაც განმარტოებულნი ვართ. იმარხული 40 დღე და არ გადაუჭარბებია მოსესა და ილიას მარხვის ზომისათვის, რათა ამით არ იფიქრებინა სატანისთვის, რომ იგი მათზე მეტია, არამედ რათა იგი მისდგომოდა მას, იფიქრებდა რა, რომ ისიც ადამიანია, ხოლო ამასთან იმისთვისაც, რათა არ გამოჩენილიყო მხოლოდ მოჩვენებითად განკაცებულად. გამოიცდებოდა ნათლობის შემდეგ, რათა ჩვენთვის ეჩვენებინა, რომ ნათლობის შემდეგ ჩვენ საცდურები შეგხვდება. მარხულობს იმიტომ, რომ მარხვა უდიდესი იარაღია საცდურების ჟამს და იმიტომაც, რომ ნათლობის შემდეგ ჩვენ ხორციელთ გბობას კი არ უნდა მივეცეთ, არამედ მარხვას. მტერი თავ ესხმის მას თავიდან ნაკროვანებით, ისევე როგორც ადამს დაბადება 3, შემდეგ ვერცხლის მოყვარეობით, უჩვენა რამას ყველა სამეფო. როგორ უჩვენა? ზოგიერთნი ამბობენ, რომ ისინი ფიქრებში წარმოუდგინა, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ფიქრებში კი არა, არამედ გრძნობადად უჩვენა მას ისინი და უყენა რა მოჩვენების სახით და არა უფლის წარმოსახვაში. შემდეგ მას დიდების მოყვარეობით ესხმის თავს, ვინაიდან ეუბნება, უკვე თუ ძეხარ ღმრთისა გარდაიგდე თავი შენი ამიერ ქვეყნად. ფუჭმეტყველებდა ეპირფერებოდა რამას, რათა იგი მოტყუებულიყო პირფერობითა და როდესაც მოისურვებდა გამოჩენილიყო ძედ ღმრთისა, გარდაიგდო თავი და ამრიგად გამოაშკარავებულიყო მის წინაშე, თუ ვინ იყო იგი. მაგრამ შეხედე, როგორ ამარცხებს მას უფალი წმიდა წერილით. არა განსცადო, ეუბნება, უფალი ღმერთი შენი, ვინაიდან არავინ არ უნდა დაუქვემდებაროს თავი აშკარა საფრთხეს, აცტუნებს რა საკუთარ თავს იმით, რომ უფალი შეეწევა. დააკვირდი იმასაც, რომ წმიდა წერილის ცოდნა ფრიად სასარგებლოა, ვინაიდან უფალმაც წერილის მეშვეობით დაამარცხა სატანა, არა პურითა ხოლო ცხონდების კაცი ეს მოსეს მიერ თქმულია მანანას შესახებ, მეორე სჯული 8:3, ვინაიდან მართალია მანანა არ იყო პური, მაგრამ კვებავდა ხალხს. ზუსტად ასევე მოსეს წარმოთქმულია ესენიც, უფალსა ღმერთსა შენსა თაყვანისცე და არა განსცადო მეორე სჯული 6, 13, 16. თავი 4, მუხლი 13, 15. 13. და აღასრულნა ყოველნი განსაცდელნი ეშმაკმან მან და განეშორა მას ვიდრე ჟამადმდე. 14. და მოიქცა იესო ძალითა სულისა წმიდისათა გალილეად და ამბავი განდა მისც ყოველსა მას გარემო სოფლებსა. 15. და იგი თავადი ასწავებდა შესაკრებელთა მათთა და იდიდებოდა ყოველთაგან. და თუმცა უფალი სამი საცდურით გამოიცადა, ლუკა ამბობს, რომ მან აღასრულნა ყოველნი განსაცდელნი, ვინაიდან ყოველი საცდურის საფუძველი ეს 3-ია, ნაკროვანება, ვერცხლი მოყვარება, დიდების მოყვარება. ნაკროვანების საცდური უფალმა უკუაგდო სიტყვებით, არა პურითა ხოლო ცხონდების კაცი.
სხვა საცდურებეზე უწინეს საცდური მოულინა მას, ისევე როგორც ადამს, ვინაიდან ის ადამიანს ვერ დააბრკოლებდა ვერც ვერცხლის მოყვარებით, რამდენადაც ადამი იყო, რა მარტო არ ჰყავდა არავინ, ვის წინააღმდეგაც უფრო მეტის ქონას მოისურვებდა, ვერც მრისხანებით. ვინაიდან არავინ იყო, ვისაც განურისხდებოდა, ვერც შურით, არამედ ნაყროვანებით დააბრკოლა იგი. ვერცხლის მოყვარეობის საცდურს უფალმა იმით სძლია, რომ არ დავარდა მის წინაშე და არ სცა თაყვანი, ვინაიდან როდესაც მან გრძნობა დადუჩვენა ყველა სამეფო მოჩვენების სახით, უფალი არ დაემორჩილა მას. ზოგიერთნი ამაში გულისხმობენ არა გრძნობად, არამედ აზრობრივ სამეფოებს, რომ მან მაგალითად უჩვენა თავშეუკავებლობის სამეფო, შურის სამეფო და საერთოდ ყველა ცოდვისა და თითქოს და ასე ეუბნებოდა მას, თუ კი გსურს იმეფო ყველავნებაზე და იმისათვის მოხვედი, რომ მიიზიდო ჩემით შეპყრობილნი, მაშინ მოდი და თაყვანი მეციმე და მიიღებ ყველას, ვისაც მე მაქვს ხელმწიფება. უფალს სურს იმეფოს და ამისთვის მოვიდა, მაგრამ იმეფოს არა ცოდვის წყალობით, უბრძოლველად, არამედ ღვაწლისა და გამარჯვების შემდეგ. ასე ფიქრობდნენ ზოგიერთნი. ვისაც სურს და ასეც გაიგოს. წმიდა წერილის სიტყვებით უკვაგდო უფალმა დიდების მოყვარეობის საცდურიც. უფალო, გვიხსენი გველის ამ სამი თავისაგან. და მოიქცა იესო ძალითა სულისა წმიდისათა, როდესაც მან სძლია მაცდურს და თავისი ძალა გამოავლინა. სიტყვებს განეშორა მას ვიდრე ჟამადმე, შემდეგი აზრი აქვთ, ეშმაკი თავს ესხმის უფალს ორი გრძნობით, სიამოვნებითა და მწუხარებით, სიამოვნებით იგი თავს დაესხა უფალს, მაგალითად მთაზე, ხოლო განეშორა მას გარკვეულ დრომდე, ანუ ჯვარცმის დრომდე, ვინაიდან განზრახული ჰქონდა, მაშინ დასხმოდა თავს მწუხარებით. თავი 4, მუხლი 16, 21, 16 და მოვიდა ნაზარეთად, სადაც აღზრდილიყო და შევიდა, ვითარცა ჩვეულიყო იგი, დღესა შაბათსა შესაკრებელსა მათსა და მოსცეს მას წიგნი ესაია, წინაწარმეტყველისა. 17 და აღდგა კითხვად და განყო წიგნი იგი და პოვა ადგილი, რომელსაც წერილიყო, 18. სული უფლისა ჩემზე და რომლისაც მცხომე მახარებელად გლახაკთა მომავლინა მე განკურნებად შემოსრულთა გულითა, ქადაგებად ტყუეთა განტევებისა და ბრმათა ახილვად, განვლინებად მომსრვალთა განტევებითა, 19. და ქადაგებად წელიწადი უფლისა შეწყნარებული. 20. და შეყო წიგნი იგი და მისცა მსახურსა და დაჯდა, და თვალნი ყოვლისა კრებულისანი მას ხედვიდეს. 21. და იწყო სიტყვად მათა ვითარმეთ, დღეს აღესრულა წერილი ესეყურთა მომართ თქვენთა. უფალმა ინება განეცხადებინა თავი ისრაელთათვის, ვინაიდან ცხებული ქნა ღმრთისა და მამისაგან იმისათვის, რათა ეხსნათ სისქვეშეთში მცხოვრებნი. სასწაულებრივად მოაწყობს იგი ამას, ცხებზე ადრე იგი ნაზარეთის მცხოვრებთ განუცხადებს თავს იმათ, ვისთან ერთადაც აღიზარდა, რათა ჩვენს გვასწავლოს, რომ ჯერ შენიათ უნდა უყო კეთილი და ასწავლო მათ, ხოლო შემდეგ სხვების მიმართაც გამოიჩინე კაცთმოყვარება. როდესაც მას წიგნი მისცეს, მან გადაშალა და იპოვა არა ის, რაც შემთხვევით მოხვდა, არამედ რაც თავად სურდა, ვინაიდან ნუ იფიქრებ, თითქოს მან გადაშალა წიგნი და შემთხვევით შეხვდა ის ადგილი, რომელზეც მასზე იყო დაწერილი, ეს მისი სურვილით მოხდა. და რა იყო დაწერილი? სული უფლისა ჩემზე და რომლისათვის მცხომე, ანუ მაკურთხა მე, დამაყენა მე მახარებლად გლახაკთა, ანუ წარმართთა, რომელთაც არ გააჩნდათ არც სჯული, არც წინასწარმეტყველნი, მართლაც დიდ სიგლახაკეში იყვნენ ჩავარდნილნი. შემოსვლილნი გულითა იყვნენ, შესაძლოა ისრაელელნი, რომელთაც თავიდან დიდი და ამაღლებული გული ჰქონდათ და ღმრთის სახლი იყო, მაგრამ შემდეგ, როდესაც მათ კერპთა მსახურება და სხვადასხვა სახის შეწოდებანი დაიწყეს, მათი გული შეიმუსრა და აირია. გახდა რა ნაცვლად ღმრთის სახლისა, ქვაბული ავაზაკთა. ამრიგად უფალი მოვიდა, რათა ისინიც განეკურნა და მიეცა ტყვეთათვის განტევება და ბრმათათვის ახილვად, წარმართთა და ისრაელთათვის, ვინაიდან ისინი ორივე იყვნენ ნაწილნი და ტყვენი სატანისა და ბრმები. ეს შესაძლოა მკვდრებზეც ვიგულისხმოთ, ვინაიდან ისინიც იყვნენ რა ტყვენი და შემოსვლილნი, აღდგომის მეშვეობით განთავისუფლდნენ ჯოჯოხეთის მეუფებისაგან. და ქადაგებად წელიწადი უფლისა შეწყნარებული. და რა არის ეს წელიწადი შეწყნარებული, შესაძლოა მომავალი საუკუნე, რომელზედაც ქადაგებდა უფალი, ამბობდა რა, და მას დღეს აშინა მე არ არა მკითხოთ, იოანე 16:23 და კვლავ, და მოვალს ჟამი დააწვე არს. ოდეს მკვდართა ისმინენ სიტყვანი ძისა ღმრთისანი, იოანე 5:25, მაგრამ წელიწადი შეწყნარებული არის უფლის ხორციელად მოსვლის ჟამიც. მასზე პავლე ამბობს, აჰა ესე რაც არის ჟამი იგი შეწყნარებისა, აჰა ესე რაც არს დღე იგი ცხოვრებისა. მეორე კორინთელთა მიმართ 5:2, წაიკითხა რა ეს, მან თქვა, დღეს აღესრულა წერილი ესეყურთა მიმართ თქვენთა, აშკარად,
მიუთითებდა რა მსმენელებს თავისში მასზე, ვის შესახებაც ესაა დაწერილი. თავი 4, მუხლი 22, 30. 22. და ყოველნი ეწამებოდეს მას და უკრდა სიტყვათა ამათზე და მისთა მადლისათა, რომელნი გამოვიდოდეს პირისაგან მისისა და იტყოდეს, ანუ არა ესე არსაძე იოსებისი. 23. და თავად მან ხრქუა მათ, მრქვად სამე იგავი ესე, კურნალო, განიკურნე თავი შენი. და ხრქუეს მას, რაოდენი გუესმა საქმე კაპერნაუმს, თქმენ აქაცა მამულსა შენსა. 24. ხოლო თავად მან ხრქუა მათ, ამენ გეტყვ თქვენ, რამე თუ არავინ წინაწარმეტყველი შეწყნარებულ არსსა მამულსა. 25. ხოლო ჭეშმარიტად გეტყვ თქვენ, რამე თუ მრავალნი ქურივნი იყვნენ დღეთა მათ ელიასთა ისრაელსა შორის, ოდეს იგი დაეშაცა 3 წელ და 6 თვე, რა ჟამს იგი იყო სიყვმილი დიდი ყოველსა ქვეყანასა. 26. და არავისა მათგანისა მიივლინა ელია, გარნა სარეფთად სიდონისა დედაკაცისა ქურივისა. 27. და მრავალნი კეთროვანი იყვნენ ისრაელსა შორის ელისესზე, წინაწარმეტყველისა და არავინ მათგანი განიკურნა, გარნა ნემანასური. 28. და აღივსნეს ყოველნი გულის წყრომითა, რომელნი იგი იყვნენ შესაკრებელსა მასშინა, ეს მოდა რა ესე. 29. და აღდგეს და განაძეს იგი გარეშე ქალაქისა მისგან და მოიყვანეს იგი ვიდრე წვერადმდე მის მთისა, რომელსაც ზედა ქალაქი იგი მათი დაშენებულიყო, რათა გარდააგდონ იგი. 30. ხოლო თავად მან განვლო შორის მათსა და წარვიდა. ერი უსმენდა რა ქრისტეს სიტყვებს, უკვირდა სიტყვა მადლისა, თუმცა უკვირდა დასცინოდა მას და ამბობდა, განა ეს არ არის დურგლის შვილი. ამასთანავე რა უშლიდა მას ხელს გაკვირვებისა და თაყვანისცემის ღირსი ყოფილიყო? განა ვერ ხედავ როგორ საქმეებს იქმს იგი? განა არ გესმის როგორ სიტყვებს წარმოსთქვამს? მიუხედავად ამისა, შენ დასცინი მის მამას. სწორედ მათზე შეიძლება სამართლიანად ითქვას, ბრიყო და უგულო ხალხო, რომელსაც თვალები აქვს და ვერაფერს ხედავს, ურიასხია და არაფერი ესმის. იერემია 5:21 რას ეუბნება მათ უფალი. რაღა თქმა უნდა მეტყვით მე, შენს სამშობლოშიც მოიმოქმედე ისეთივე სასწაულები, როგორიც კაპერნაუმში აღასრულე, ვინაიდან ამას ნიშნავს, კურნალო. განიკურნე თავი შენი. ეს საერთო ანდაზა ჰქონდათ იუდეველებს, რომელსაც ისინი ავადმყოფი ექიმების მიმართ იყენებდნენ, მაგრამ მე გეუბნებით თქვენ, რომ მრავალ სასწაულს მოვიმოქმედებდი თქვენთანაც ჩემს თანამემამულეებთან, მაგრამ ვიცი, ვნება რომელიც საერთოა და ყველას ემართება. სიძულვილი ყველაზე საუკეთესო საქმეებსაც კი, თუ კი ისინი აღარ არის იშვიათი, არამედ საერთო და ჩვეულებრივი ხდება, როდესაც ყველას შეუძლია თავისუფლად დატკბეს მათით, ვინაიდან ადამიანებს ყოველთვის აქვთ ჩვეულება იზრუნონ იშვიათზე და უცნაურზე და მისით იყვნენ განკვირვებულნი, ხოლო საერთო და ჩვეულებრივი სძულდეთ. ამიტომაც არც ერთი წინასწარმეტყველი არ ფასობს საკუთარ მამულში, არამედ თუ კი იგი რომელიმე სხვა ქვეყნიდან მოვა, მისი უკვირთ. ასევე ილიაც იუდეველმა ქვირებმა არ მიიღეს, ხოლო სარეფთადელმა მიიღო და ელისემაც კეთროვანებისაგან განწმინდა უცხოტომელი, იმიტომ რომ მან რწმენა გამოიჩინა მის მიმართ, მაშინ როდესაც ნაცნობებს, მის თანამემამულეებს არ სწამდათ მისი და ამიტომაც ვერ განიკურნენ. მსგავსად ამისა თქვენს ჩემო თანამემამულენო, გაკვირვების ღირსად კი არ მთვლით, არამედ სიძულვილისა, ამიტომაც არ ვიქმ სასწაულებს. კაპერნაუმის მცხოვრებნი მე გაკვირვების ღირსად მთვლიან და მეც სასწაულებს ვიქმ და მიღებულ ვარ მათ მიერ. ამის მსმენელნი სინაგოგაში გულის წყრომით აღივსნენ, რაც გასაკვირია და მის მთიდან გადაგდებას ფიქრობდნენ, მაგრამ მან განვლო რა მათ შორის, წავიდა თუმცა არა იმიტომ, რომ ტანჯვას გაურბოდა, არამედ იმიტომ, რომ განსაზღვრულ დროს ელოდა, ვინაიდან ის მოვიდა, რათა ჩვენთვის ვნებულიყო, ახლა კი, როცა ჯერ მხოლოდ იწყებოდა მისი ქადაგება, მას არ უნდა მიეცა საკუთარი თავი სასიკვდილოდ, არამედ მაშინ აღსრულებულიყო, როცა საკმარი სასწავლიდა. აქედან ნათელია, რომ როდესაც ის ჯვარს აცვეს, მისი ნების საწინააღმდეგოდ კი არ აცვეს ჯვარს, არამედ საკუთარი ნებით მისცა თავი სასიკვდილოდ. იცოდე, რომ წინასწარმეტყველთა მამული იუდეველთა სინაგოგაა, რომელსაც ისინი უპატიობაში ჰყავს. მან არ მიიღო წინასწარმეტყველნი, ჩვენ კი უცხოტომელებმა მივიღეთ ისინი, ვინაიდან ქვრივმა, ანუ ეკლესიამ წარმართთაგან მიიღო ილია, ანუ წინასწარმეტყველური სიტყვა, როდესაც იუდეაში სულიერი შიმშილი იყო, ანუ შიმშილი უფლის სიტყვების მოსმენისას, ამოსი 8:11.
სწორედ ამაზე ეუბნება ქვრივს წინასწარმეტყველი, მიტოვებულს მეტი შვილები ეყოლება, ვიდრე გათხოვილს. ესაია 54:1 და სხვა ადგილასაც, საშოდახშულმა შვილი დაბადა, მრავალშვილიანი დაჭკნა, პირველი მეფეთა 2:5. 4 მუხლი 31, 37, 31 და შთავიდა კაპერნაუმთ, ქალაქსა გალილეასასა და ასწავებდა მათ შაბათსა შინა. 32 და უკრდა მოძღვრება იგი მისი, რამე თუ ელმწიფებით იყო სიტყვა იგი მისი. 33 და იყო შესაკრებელსა მათსა კაცი, რომლისათანა იყო სული არაწმიდა და ღაღატყო მითა დიდითა. 34 ეჰა, რა არს ჩვენი და შენი, იესო ნაზარეველო. მოხვედ წარწმედად ჩვენ და გიცი შენ ვინ ხარ, წმიდა ეგე ღმრთისა. 35 და შეხრისხნა მას იესო და ხრქოა, პირი დაიყავდა განვედ მაგისგან. და დასცა იგი შორის მათსა ეშმაკმან მან და განვიდა მისგან და არა ავნო მას. 36 და იყო განკრება მათ ყოველთა ზედა და ზრახვიდეს ურთიერთას და იტყოდეს, რა არ სიტყვა ესე, რამე თუ ელმწიფებითა და ძალითა უბრძანებს სულთა არაწმიდათა და განვლენ. 37 და მიმოეფინებოდა ამბავი მის ყოველთა მათ ადგილთა გარემო მის სოფლებისათა. რამდენადაც არც განსჯა, არც სწავლება არ იზიდავს ურწმუნოებს რწმენისაკენ, უფალი ურთავს სასწაულებს, როგორც ყველაზე უფრო ქმედით საშუალებას. ამრიგად კაპერნაუმში იქმს სასწაულებს, ვინაიდან ამ ქალაქის მცხოვრებნი ყველაზე უფრო ურწმუნონი იყვნენ და რომ ერწმუნათ მრავალ სასწაულს საჭიროებდნენ. ამრიგად, როდესაც მან საკმარისად ასწავლა და ამასთან, როგორც ხელმწიფების მქონემ, ვინაიდან ის არ ამბობდა, ამას ამბობს უფალი, არამედ, მე გეუბნებით თქვენ, ვინაიდან ის წინასწარმეტყველთაგანი კი არ იყო, არამედ ჭეშმარიტად ღმრთისა. ამის შემდეგ სასწაულსაც ურთავს, კერძოდ, კურნავს არაწმიდა სულით შეპყრობილს. არაწმიდა სული თავიდან ამჟღავნებს მტრობას, რათა მისი მოწმობა უფრო სარწმუნო იყოს, ხოლო შემდეგ ამოწმებს. ვიცი შენ ვინ ხარ, წმიდა ეგე ღმრთისა. თავიდან საყვედურობს მას, მოხვედ წარწმედად ჩვენ და შემდეგ კი პირმოთნეობს, ვინაიდან ფიქრობს, რომ პირმოთნეობით მართული უფალი დატოვებს მას. მაგრამ უფალი გვასწავლის რა, არ ვისარგებლოთ ეშმაკის მოწმობითა და წარდგენით, ამბობს, პირი დაიყავდა განვედ მაგისგან, თუმცა ნებას აძლევს ეშმაკს დასცეს ადამიანი, რათა იქ მყოფებმა გაიგონ, რომ მასში მართლაც იყო ეშმაკი, რომელსაც ეკუთვნოდა კიდეც ეს სიტყვები, თუმცა მისი იარაღი ადამიანის ენა იყო და ყველანი ერთმანეთს ეუბნებოდნენ, უკვირდათ რა მომხდარი, რა სიტყვა ასეთი, რომლითაც იგი უბრძანებს. პირი დაიყავდა განვედ მაგისგან, იცოდე რომ ახლაც ბევრს ჰყავს ეშმაკი, სწორედ მათ, რომელნიც ეშმაკთა სურვილებს ასრულებენ. მაგალითად, ვინც მრისხანია, მრისხანების ეშმაკი ჰყავს, მაგრამ როდესაც იესო შესაკრებელში მოვა, ანუ როდესაც გონება კონცენტრირებული იქნება და არა განდნეული, მაშინ ეტყვის მრისხანების ეშმაკს, მანამდე დაუოკებელს, პირი დაიყავ და იგი მაშინვე გამოვა ადამიანიდან დასცემს რა მას შუაში, იცოდე, რას ნიშნავს შუაში დაცემა. ადამიანი არ უნდა იყოს არც ფრთლად მრისხანე და გაღიზიანებული, რადგან ეს ცხოველებს ახასიათებს და არც ფრთლად ურისხველი, რადგან ეს უგრძნობთათვისაა დამახასიათებელი, არამედ საშუალო გზით უნდა მიდიოდეს და ჰქონდეს მრისხანება ბრაზის მიმართ. ამრიგად, როდესაც არაწმიდა სული დასცემს ვინმეს შუაში, იგი გადის მისგან. თავი 4 მუხლი 38 44 38 და აღდგა მის კრებულისაგან და შევიდა სახლსა სიმონისა, ხოლო სიდედრი სიმონისი შეპყრობილიყო სიცხითა დიდითა და უთხრეს მას მისცს. 39 და დაადგა მას ზედა და შეჰრისხნა სიცხესა მას. და მეხსეულად დაუტევა იგი და აღდგა და მსახურებდა მათე 40. და დასვლასა ოდენ მზისასა ყოველთა რაოდენთა აქ უნდა უძლურები თითო სახეთაგან სენთა მოიყვანეს მისა. ხოლო თავად მან კაცად მათსა დასტვა ელი და განკურნა იგინი. 41 და განმიდოდეს ეშმაკნი მრავალთაგან ღაღადებდეს და იტყოდეს, ვითარმედ, შენ ხარ ქრისტე, ძე ღმრთისა ცხოველისა. და არა უტევებდა მათ სიტყვად, რამე თუ იცოდეს, ვითარმედ იგი არს ქრისტე. 42 და ვითარცა განთენა გამოვიდა მიერ და წარვიდა უდაბნოსა ადგილსა, და ერი იგი ეძიებდა მას და მოვიდეს მისა და აყენებდეს მას, რათა მცარა წარვიდა მათგან. 43 ხოლო თავად მან ხრქვა მათ, ვითარმედ, სხვათაცა ქალაქთა ჯერ არ სჩემდა ხარებად სასუფეველი ღმრთისა, რამე თუ ამისც მოვივლინე. 44 და ქადაგებდა ყოველთა შესაკრებელთა გალილეასათა.
უფალი ყოველთა იკვებებოდა მოწაფეთა სტუმართმოყვარეობის წყალობით, ისევე როგორც ახლაც პეტრემ მიიღო იგი და კურნავს მის სიდეთრს, რათა შენც გასწავლოს, უარი არ თქვა ღარიბთა კეთილგანწყობაზე. იგი უბრალოდ კი არ კურნავს მას სნეულებისაგან, არამედ აძლევს მას მტკიცე ჯანმრთელობას და ძალას მსახურებისათვის. თუ კი ჩვენც მივიღებთ მას, იგი ჩააქრობს ჩვენს ცხელებას მრისხანებისა და უნდობლობისა და აღვადგენს ჩვენ ისე, რომ ჩვენ შეგვეძლება მისი მსახურება, ანუ მისი სათნოყოფა. შეხედე, გთხოვ ხალხის რწმენასაც, თუ როგორ მოჰყავდათ მზის ჩასვლის შემდეგაც სნეულები და დროის გამო თავს არ იკავებდნენ. ეშმაკებს ნებას არ ღვთავს ასე ისაუბრონ, რადგან არ საჭიროებს ქებას არაწმიდათაგან, ვინაიდან უსიამოვნოა ქება ცოდვილთა ბაგეთაგან, ზირაქი 15:9, ასევე იმიტომაც, რომ არ სურს გამოიწვიოს ებრაელებში შური მისდამი, მაშინ როდესაც ყველა აქებს მას. თუმცა იგი უდაბურ ადგილას წავიდა, ხალხი ეძებს და აკავებს მას. მაგრამ იგი არ იფარგლება ერთი ადგილით, არამედ ამბობს, მე უნდა ვახაროთ სათასასუფეველი სხვა ქალაქებსაც. ამიტომაც არც ჩვენ უნდა ვიყოთ უდებნი, არ დაუკმაყოფილდეთ მხოლოდ იმ ადგილით, სადაც ვიმყოფებით, არამედ ყველგან ვიაროთ, რათა ვინმე სარგებელი მოუტანოთ.